გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. ხელისუფლებაში დაპირისპირება სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მომხრეები ამას მართველი ძალის კოალიციური ბუნებით ხსნიან და განსხვავებებს ლოგიკურად თვლიან. ოპონენტები ქართულ ოცნებაში წინააღმდეგობების გამწვავებას მზარდი კრიზისის გამოხატულებად მიიჩნევენ და მიზეზად ხელისუფლების უუნარობას ასახელებენ. ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ ქართულ ოცნებას არ შესწევს ძალა გაუმკლავდეს გამზრდილ უმუშევრობას, კრიმინალს მომატებულ რუსულ საფრთხეს და შემცირებულ დასავლურ მხარდაჭერას. პასუხისმგებლობის აღებას ყველა გაურბის. ეს ვითარება კი ისე, როგორც შევარდნაძის დროს, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ურთიერთგადაბრალებისა და კულუარული ინტრიგებისათვის. პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტი თავად პირველმა მოქალაქემ დაადასტურა. პრესაში ჟონავს სპეკულაციები პრემიერსა და ეგრეთ წოდებულ პროდასავლურ დაჯგუფებას შორის დაპირისპირებაზე, რასაც შესაძლოა არჩევნების შემდეგ მთავრობაში ცვლილებები მოყვეს. რა დაჯგუფებებია ქართულ ოცნებაში და რა ურთიერთობაა მათ შორის? ეს იქნება თეორემას პირველ სტუმართან, გივით არგამაძესთან საუბრის მთავარი თემა. რამდენად თვალსაჩინოა მმართველ კოალიციაში განსხვავებები საგარეო ორიენტაციასთან, ქვეყნის ეკონომიკურ მოწყობასთან, ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებთან მიმართებით. რა იჭერს დიამეტრალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე გაერთიანებას? ამ თემაზე ვისაუბრებთ თეორემას მეორე ნაწილში. როგორ გრძნობენ თავს საქართველოში განსხვავებული რასის ადამიანები? მართალია თუ არა გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ხშირად სერვისის მიმწოდებლები მათ მომსახურებაზე უარს ეუბნებიან? არის თუ არა მათ მიმართ აგრესია? ამ თემაზე ვიმსჯელებთ გადაცემის ბოლოს, მოვისმენთ ხალხის ხმასაც. მოკლედ დაგველოდეთ წინ საინტერესო საუბარი გელით. გმადლობთ რომ გვიყურებთ. თეორემას პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება გივით არგამაძე. ჩვენ ვისაუბრებთ მთავრობაში დაპირისპირებაზე, რა საფუძველი აქვს იმ ხმებს, რომელიც ინტენსიურად გამოდის და ჟონავს ხელისუფლებიდან, მათ შორის პრესაშიც. გამარჯობა ბატონო გივი, დიდი მადლობა რომ თეორემას სტუმარი ხართ. ფაშა დააკოჭლეს. ასე გამოიხმაურეთ თქვენ Facebook-ის გვერდზე. Facebook-ის გვერდზე ზვიად ჯანგირაშვილის გენინსპექციაში გენინსპექციის უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომას. ფაშაში ვარაუდობ, რომ შერჩა უკვე ეს სახელი, ირაკლი ღარიბაშვილს გულისხმობდით. რა ხდება, თუ შეიძლება რომ ეს თემა გაშალოთ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ, რომ რეალურად მოხდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ შინაგან საქმეთა მინისტრის ფაქტობრივის და არა მხოლოდ ჩანაცვლება. გამომდინარე იქიდან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად და ასე ვთქვათ, იქ ადგილზე განაგებდა თავიდან ბოლომდე სწორედ ბატონი ჯანყარაშვილი და ეს ასე იყო იმთავითვე, ასე ვთქვათ, ჩაფიქრებული და ეს იყო ფიგურა, რომელიც ასე ვთქვათ, მოათავსეს ერთის მხრივ ჭრილში და მეორეს მხრივ იმ ადგილზე, საიდანაც მას მთელი შინაგან საქმეთა სისტემის სრული კონტროლი შეეძლო, გამომდინარე იმ სადამსჯელო ფუნქციებიდან, რომელიც ამ დეპარტამენტს გააჩნია. ის მოგხსენებათ არის თამაზაშვილის დიშვილი და რეალურად, ასე ვთქვათ, ამ წყვილში ღარიბაშვილი ჯანყარაშვილი შეიძლება ითქვას, რომ ის წამყვანი ფიგურა იყო გავლენის და უშუალო, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სფეროსთან შეხების თვალსაზრისით ის ყოველთვის ოჯახში ითვლებოდა, ასე ვთქვათ, უფრო როგორ გითხრათ, ხიან ბიჭად, ასე ვთქვათ, ვიდრე ღარიბაშვილი და სწორედ მას ჩაბარდა ეს ფუნქცია, ანუ მისი ფუნქცია რომ განსაზღვროთ თლიანად ეს არ შემიფარგლებოდა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროთი, ის პრაქტიკულად და მისი სანათესაოთი არის დაკომპლექტებული ის სტრუქტურები, რომლებსაც პირობითად რო ვთქვათ, ღარიბაშვილის განშტოება
დაეპატრონა და ეს არის ინფრასტრუქტურა, ძირითადად ეს არის გზების დეპარტამენტი, სადაც მათი ნათესავია ნასამართლები ჯერ კიდევ დასაქმებული, ასე ვთქვათ, ისიც არ არის ხელმძღვანელი, მაგრამ პრაქტიკულად განაგებს ამ სტრუქტურას. ეს არის, ვთქვათ, იგივე წყალი საქართველოს მასშტაბით, სადაც მისი უახლოესი მეგობარი საბუტაშვილი არის დასაქმებული და ეს ერთგვარია, ასე ვთქვათ, ეს სტრუქტურა, გარდა იმისა, რომ სამომავლოდ დიდ ფინანსურ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს ფლობს, მანამდე რას გულისხმობთ? ეს არის წყლის მეურნეობა, მთლიანად წყლის ინფრასტრუქტურა. საქართველოს მასშტაბით მოიხსენებათ ქალაქის წყალი ეს ცალკე სტრუქტურაა, თუმცა რამდენად ვიცი, მათ ჰქონდათ დაგეგმილი სწორედ ამის გამსხვილება ქალაქის წყლის ხარჯზე, უნდა გაუწყვიტონ კონტრაქტი ეხანდელ მის მფლობელებს დარღვევების გამო, შეიერთონ ეს სტრუქტურა და შეიერთონ მელიორაცია და შემდეგ უნდა დაიწყოს იქ საკმაოდ დიდი აკუმულირებული თანხების ხარჯვა, ისე რომ ბუნებრივია ეს თანხები შემდეგ აკუმულირდეს ამ საანთესაოს ჯიბეებში. მანამდე ეს სტრუქტურა ასრულებს ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ, ჰაბის ფუნქციას, რაც არის დასაქმებული ამ საანათესაოს საახლობლო. ანუ რომ შევხედოთ, 300 კაცი მუშაობდა ამ სტრუქტურაში, დღეს 650 მუშაობს და ეს სწორედ არის დიდი საანათესაოს წარმომადგენლები. რითი ადასტურებთ, რომ რეალურად ვთქვათ, გასაგებია ის, რომ დიშვილია თამაზაშვილის, ამას დიდი ის ვთქვათ, გამოძიება არ ჭირდება, მაგრამ რითი ადასტურებთ, რომ მართლა ეს ადამიანი მართავდა იქ სიტუაციას? ანუ მაშინ რატომ დანიშნეს ჭიკაიძე და არ დანიშნეს მაგალითად ჯანყარაშვილი? ჯანყარაშვილი იმიტომაც არ დანიშნეს, რომ არ ქონდა მას პასუხისმგებლობა და აი ხალხო თავარ ნაწილზე უბრალოდ დაამთავრა ჯანყარაშვილი გარდა ამისა ქონდა ფუნქცია, ასე ვთქვათ, ზეწოლის, როგორც ბიზნესზე, ასევე პოლიტიკური ზეწოლის, ასევე მოსამართლეებზე ზეწოლის, რაც ის პირადად აკეთებდა. კიდეც როგორც ეს ვთქვათ, გიგი უგულავას მერობიდან გადაყენების პროცესის წინ მოხდა და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ ამ ვერტიკალში ალბათ. და ეს ვერტიკალი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ქვეყნის ოლიგარქიული მართვის სქემა არაუფლებამოსილი პირების მიერ. დღეს ჩვენ ქვეყანას ოლიგარქის ინტერესებში მართავს ძირითადად არაუფლებამოსილი პირები. ეს მე ალბათ დღესასწაულების შემდეგ წარმოვიდგენ საზოგადოებას სრულყოფილი სახით ამ სქემას. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ, უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ თითოეულა უფლებამოსილი პირი თუა, ვთქვათ, როგორც არის ღარიბაშვილი. სათავეში, რა თქმა უნდა, უდგას ამ ყველაფერს თავარი არაუფლებამოსილი პირი, ამ შემთხვევაში ეს არის ივანიშვილი, რომელიც ერთის მხრივ თითქოს არის, ასე ვთქვათ, წასული და საკუთარი ზოოპარკით არის დაკავებული, იმიტომ იმითაც კი არ არის დაკავებული, ხო რაც დააანონსა, რაც არასამთავრობო პრაქტიკულად რაღაც არჩეველი ორგანიზაცია აქვს. მაგრამ მეორე მხრივ ყოველ თავის ინტერვიუში, ყოველ თავის პრესკონფერენციაზე ადასტურებს, რომ სწორედ ის მართავს ქვეყანას თითოეულ მიმართულებას და ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება, იმიტომ რომ თავადაც ადასტურებს ეს ადამიანი. შემდეგ რო წარმოვიდგინოთ, ასე ვთქვათ, მართვა იყოფა ორ პარალელურ სტრუქტურად, ეს დამახასიათებელი არის ზოგადად ოლიგარქიული მართვისთვის, იმიტომ რომ როგორც წესი ეს ადამიანები არიან ძალიან ასე ვთქვათ, ეჭვიანები და ამიტომ ერთმანეთს აკონტროლებს. დასაყრდენს არ ეყნობა, არასდროს ვინც იცნობს, ვთქვათ, წლების მანძილზე ივანიშვილის მართვის სტილს ისინი ადასტურებენ ის ყოველთვის, ასე ვთქვათ, ორ პარალელურ ჯგუფს ირჩევდა. ერთი ეს არის პირობითად რო ვთქვათ, თამაზაშვილის ჯგუფი. ღარიბაშვილის ირგული, ხო, მაგრამ აქ ალბათ უკავშირზე უფრო უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ აშკარად თამაზაშვილს მეტი გავლენა აქვს ღარიბაშვილზე, ვიდრე ღარიბაშვილს. თამაზაშვილზე და სწორედ აქ პრაქტიკულად მათ ხელში ჩაიგდეს როგორც თუ ინფრასტრუქტურული სექტორი და შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ეს არის უფრო ასე ვთქვათ მცირე მასშტაბის და უფრო საწვალებელი ფული, ესე რომ ვთქვათ. თუმცა მათი საანთესაო ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი. და მეორე მხრივ ეს არის და ნუ ეს ჯანყარაშვილი იყო სწორედ ამ
მიმართულების საყრდენი და პრაქტიკულად მათი ინტერესების ძირითადი გამხორციელებელი. აქედან გამომდინარე დაკოჭლება ისიც კიდევ ბილად ვამბობ ღარიბაშვილისთვის, ჯანყარაშვილის გამოცვლა. ვინ დააკოჭვა? ხო, აი ხა ვინ? და ესეც ლოგიკური, ან მეორე შტო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ესე, რომ ეს არის სამწუხაროდ ბერა ივანიშვილი, რომელიც თავისი საახლობლოთი, თავისი სიმპათიებით და გარკვეული ნათესაობით განაპირობებს აი მეორე შტოს კონფიგურაციას. გამომდინარე იქიდან, რომ მისი პროდიუსერის თუ კომპოზიტორის უბრალოდ ვერ დავადგინე, სიძე არის პარცხალაძე, სწორედ ეს ხაზი თავიდანვე დაფიქსირდა და აი თავის ახალის ხარჯზე პრაქტიკულად პარცხალაძე იქცა რაღაც შეუცვლელ ფიგურად, მაგრამ ნუ ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ თქვა ბერა ივანიშვილი არ არის იმდენად პატარა, ყველაფერს თავი დავანებთ, ძალიან სხვა სფეროდან არის. საბოლოო ჯამში ეს მიმართულება ჩაბარდა საყვარელ დეიდაშვილს, ბიზნესვე აღიარებით, უჩა მამაცაშვილს და მათთანვე ერთად არის ასევე ბერა ივანიშვილის ფავორიტი ყალაძე და აი ეს არის მეორე დაჯგუფება, ასე რომ ვთქვათ, გაცილებით დიდი გავლენებით იმთავითვე მას შემდეგ რაც მამაცაშვილმა ჩაანაცვლა, ასე ვთქვათ, ხუხაშვილი ნაცვლიშვილის ინიციატივა. თუმცა ხუხაშვილის გვერდით იყო დასაწყისიდანვე მამაცაშვილი. ესე ვთქვათ, მოდით უფრო ეს ყველაფერი დაიწყო ხუხაშვილმა და ნაცვლიშვილმა და ასევე ხამბაშიძე არის ესეთი ნიკოლოემის მფლობელი ადამიანი. ეს გამოიხატებოდა ძირითადად ზეწოლაში არსებულ კომპანიებზე და ამას პრაქტიკულად ხუხაშვილი აღიარებდა კიდევაც ალბათ გახსოვთ მისი აღიარება, რომ აქ პოლიციის და ძალოვანების ან საგამოძიებო სტრუქტურების ჩართვა თურმე არებდა სიტუაციას და აქედან გამომდინარე კერძო ინიციატივები. ეხლა მამაცაშვილი აგვარებს, ესეც აღიარებით. რაღაც ეტაპამდე რომ მივიდა ეს საქმე, როგორც ჩანს მივიდა ასევე ივანიშვილის ყურამდე, როგორც ზედამხედველი იქ ჩასვეს უჩა მამაცაშვილი. და რაღაც გარკვეული პერიოდის მერე აქედან ამოვარდა ხუხაშვილი, რომელიც ზედმეტად ჩანდა. ამბაშიძე ისეც მეგობრობდა მოსკოვიდან დაწყებული მამაცაშვილთან, ამიტომ დარჩა ეს ხალხი, მაგრამ ის შემდეგ გამსხვილდა და პრაქტიკულად ასევე ივანიშვილის აღიარებით მთელი მსხვილი ბიზნესი, მთელი მიმართულებები ბიზნესის სახელმწიფოს მხრიდან დღეს კონტროლირდება უჩა მამაცაშვილის მიერ, რომელიც აბსოლუტურად არაუფლებამოსილი პირია, რომელსაც არ გააჩნია არანაირი თანამდებობა. მას ამიტომაც ხდება ხოლმე ეს რაღაც უაზრო ტრანსფორმაციები, როდესაც ერთი ფონდი არსებობდა საპარტნიორო და მეორე ფონდი შეიქმნა პრაქტიკულად, რომელიც აკოპირებდა იმას. სიამოვნებაში შეიქმნა მამაცაშვილისთვის, რომ რაღაცა ნომინალური ფუნქცია გამოგონილი მაინც შეექმნა, რატო ერევა ეს კაცი, რატო დადის ოფიციალურ შეხვედრებზე და შემდეგ ეს დაასაბუთეს იმით, რომ თურმე ამ ფონდის აქციები დამფუძნებელი არის სახელმწიფო კომპანიები და აი ესეთი ძალიან მყიფე კუდით მიაბეს უჩა მამაცაშვილის სახელმწიფოს და დაასაბუთეს ვითომ ის მონაწილეობა ამ ყველაფერში. აქვე არის ყალაძე, რომელსაც განისაზღვრა პირდაპირ, რომ ის არის მოლარე ქართული ოცნების პარტიისა და ეხა ის ინსინუაციები, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიას მოლარე რა სჭირდება. ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ივანიშვილმა მთელი თავისი ამ პერიოდის და მე თუ მკითხავ წარსული პერიოდისაც მოღვაწეობით დაადასტურა, რომ ყველაზე ძნელად ის რასაც ჩორდება, ეს არის თავის საკუთარი სახსრები და ამიტომ არავინ არ დაიჯეროს, რომ ის ვინმეს თავის საკუთარი სახსრებით მით უმეტეს პარტიას ყვებავს პირიქით. მან პრაქტიკულად დიდი ნაწილი საკუთარი პროექტებისა სწორედ დააბრალა, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფოს, როგორც ის აგრარული პროექტები, მაგალითად, რომელიც იყო ქართუსი, რომელიც უხეშად უნდა ვთქვა, მაგრამ შეტენეს საქართველოს ბიუჯეტს, ანუ თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქეს და ეს 6.5 მილიონით განისაზღვრა მაგალითად მიმდინარე ბიუჯეტში, ამას ჩვენ ვიხდით თითოეული ადამიანი. ამათი კურატორი იყო სწორედ თავის დროზე მოსკოვშიც აგრარული პროექტების უჩა მამაცაშვილი და ეთქვა შესაბამისად
ამ პროექტებს მიაყოლეს სახელმწიფო სტრუქტურებში მისი ცოლის ძმა, რომელიც დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ. ვისი ცოლის ძმა? უჩამამაცაშვილის. და პრაქტიკულად რა თქმა უნდა ისიც როგორც არაუფლებო მოსილი პირი არა მინისტრის დარჩის სამინისტროს ხელმძღვანელობს დღეს კალაძეზე მოგახსენეთ შესაბამისად აი ამ ყველა დიდი პროექტებიდან კალაძის გავლით უკვე ეს თანხები და თქვენ გინდა თქვათ რომ ჯანყარაშვილის გადადგომა ამ ორ დაჯგუფებას შორის რაიმე დაპირისპირება აი ხო მაქან უბრალოდ მინდა თქვა რომ ეს სქემა პრაქტიკულად ანუ არის ის როგორ ჩანს მითი კეზერაშვილზე რომ ის განაგებდა აი ყველა მსხვილ ბიზნესს და ასე შემდეგ მოიგონეს სწორად იმისთვის რომ შემდეგ თვითონ განეხორციელებინათ ეს იმიტომ რომ კეზერაშვილს მოიხსენება დღემდე ვერ დაუმტკიცეს ვერანაირად რაიმე მსგავსი ქმედებები თვითონ კი თავისივე აღიარებით ამას უკვე ახორციელებენ ნუ იქ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უჩამამაცაშვილზე როდესაც კითხეს იმედის ეთერში, მან თქვა, რომ კი, უჩა არის ჩემი საყვარელი დეიდაშვილი და რაც სახელმწიფოსთვის იყო წართმეული, იმას უბრუნებს ახლა უჩა ისევ სახელმწიფოს რა სტატუსით არ განომარტავს. მის ერთ-ერთი სტატუსი საყვარელი დეიდაშვილია, აქედან გამომდინარე უკვე ეს ყველაფერი შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ, ეს ახსნა და რეალური ახსნით დავკავდით რა მდგომარეობს იმაში, რომ აქედან ისინი თავს საკუთარ ჯიბებსაც ამდრებენ, მაგრამ გარდა ამისა აფინანსებენ ქართული ოცნების პარტიას. კიდევ ერთხელ მინდა თქვა, ეს არის თითოეული მოქალაქის ფული, ანუ ხო და რა თქმა უნდა დაპირისპირება აქ არის საკმაოდ ხანგრძლივი. მოიხსენებათ, აი ძალიან გამომდინარე იქიდან როგორ გითხრათ, საკმაოდ აცებულური ინსტინქტები ახასიათებს ზოგადად ოცნების წარმომადგენლებს ძალიან მკვეთრი გადაფორმატება ხდება ხოლმე უცბად მათი ურთიერთობის ჩვენ გვახსოვს რომ კალაძე და ღარიბაშვილი რამის ოჯახურად ერთად ცხოვრობდნენ და შემდეგ უცბად მათ შორის გაჩნდა ძალიან კი მაგრამ აი რა ვიცით რას ვადასტურებთ ჩვენ ხშირად საყვედურობთ ხოლმე ქართულ ოცნებას იმას რომ ვთქვათ აი ბიძინა ივანიშვილი მაგალითად ჭორაობს ღარიბაშვილი ჭორაობს იქ კიკაიძე საერთოდ რაღაცა არნახული რაღაცა იჭორავა და თქვენ რითი ადასტურებთ აი თქვენ რომ არ ჭორაობთ აი ხა ჩვენ რო არ ჭორაობთ ნუ ალბათ ყველაზე მეტად ამის დასტური მე საერთოდ არ მეყვარს ხოლმე საბუთების გარეშე საუბარი, ამიტომ ამ ყველაფერზე საბუთებს მე წარმოვადგენ დროთა განმავლობაში ეს იქნება ალბათ ყველაზე ადვილად თასანახი, როდესაც ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ ცვლილებებს ისევ ბიზნესის და სხვადასხვა მიმართულებების კონტროლის სფეროში და ეს ხდება ახლა რამდენად მე ვიცი იგივე იმ ინფრასტრუქტურული პროექტების გადაკაჩვაც ხდება უკვე კალაძე მამაცაშვილის დაჯგუფებაში, რომლებსაც აქამდე აკონტროლებდნენ ჯანყარაშვილი, ღარიბაშვილის ჯგუფი და ამ განხეთქილებაზე რო ვისაუბრო, ნუ ხო აი ნაცნობური ჭორაობაა რა თქმა უნდა, მაგრამ ესე არის, ნუ ცნობილია საკმაოდ ფართო წრისთვის იყო ცნობილი, რომ ღარიბაშვილისგან იყო ნათქვამი ძალიან კონკრეტულად, რომ შენასაქმეთა მინისტრის პოსტი იყო კალაძის, პრაქტიკულად იგი საუბრები რომ შენის კამია ფაქტიურად და შემდეგ მან მკვეთრად შეიცვალა ეს გადაწყვეტილება და ამით აქედან დაიწყო მათი კონფლიქტი, ასე ვთქვათ. მეორე ძირითად მიმართულებაზეც იყო კონფლიქტი, როდესაც გასკდა და აფეთქდა ფარცხალაძის თემა, მისი ნასამართლეობის და ნაყაჩაღრობის. მაშინ ჯანყარაშვილი იყო სწორედ მოწარინებული მისი სწრაფი გათავისუფლებით და შემდეგ განსაკუთრებით იმითი, რომ ამ ადგილზე არ დარჩენილიყო ფარცხალაძის კონტროლირებადი ჯგუფი. ბოლოს მაინც მოხერხდა, რომ სწორედ ფარცხალაძის კონტროლირებადი ჯგუფი დარჩა და ამიტომ დღევანდელ სიტუაციაში ჯანყარაშვილის ჩამოშორებაში ფარცხალაძეც იყო პირადად რა თქმა უნდა დაინტერესებული და მთლიანობაში რო ვთქვათ ალბათ ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ ერთი არის ვთქვათ მისი ფავორიტის რაღაც პერიოდით, იმიტომ რომ ძელვადიანი ფავორიტები ივანიშვილს არ ყავს, ღარიბაშვილის სიმამრი და იმისდიშვილი და მეორეა როგორც თავად ნუ ვაჟი რო საყვარელია მისთვის გასაგებია
თავისივე აღიარებით საყვარელია მისთვის დეიდაშვილიც და აქედან გამომდინარე თქვათ ის რომ ეხა ეს ფლანგი იმარჯვებს არ არის. საბოლოო ჯამში ივანიშვილი გადმოიხარა თქვენი თქმით. აქ ხედავ ზუსტად როდესაც ჩვენ იანუკოვიჩიზაციაზე ვლაპარაკობთ ძალიან წინ ხოლმე, მაგრამ ეს განისაზღვრება კონკრეტული მოქმედებებით. აქ არ არის ლაპარაკი უბრალოდ თქვათ იანუკოვიჩის სახის გამომეტყველებაზე ან რამაც. ანუ ოლიგარქიული მართვა ხორციელდებოდა იქაც და აქაც. და საბოლოო ჯამში იანუკოვიჩმა დაავიწროვა ოჯახური წრე, რომელიც მართავდა მთელ ქვეყანას, ანუ ჯერ გადააგდო ასე რომ ვთქვა რენატ ახმეტოვი და მოიყვანა თავისი თანასოფლელი ენაკიევსკი, იურა. შემდეგ ისიც გადააგდო ჩაკეტა მთელი სისტემა საკუთარ ვაჟზე. და ანუ ამის საფრთხეს ხედავთ რომ პრაქტიკულად ჩვენ მივდივართ ნელ-ნელა სწორედ აქეთ უფრო ახლონათესაურ ჯგუფზე სიტუაციის ჩაკეტვისკენ და რაც ალბათ ჩვენ აი ხა გვაქვს დასაკვირვებელი ის თუ ვინ დაიყავებს იმ პოზიციას საიდანაც გადადგა ჯანყარაშვილი. აი ეგ უნდა იყო ჩემი შემდეგი კითხვა, ვინ ჩაანაცვლებს, ვინ იქნება ფაქტობრივი მმართველი. არ შეცვლის სქემას, აქ ორი ვარიანტი, მხოლოდ და მხოლოდ ან ჯანყარაშვილი დატოვებს თავის ადამიანს და დადგება ზუსტად ფარცხალაძის მდგომარეობაში და ეს ფლანგები დაბალანსდება ზუსტად, ან ფარცხალაძე შეძლებს დანიშნოს თავისი ადამიანი და მაშინ ფარცხალაძის დროებითი ასე ვთქვათ ჰეგემონია იქნება საკმაოდ განუსაზღვრელი. კი ბატონო, აი ფარცხალაძესთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ჯერ ეს ერთის პირველი კითხვა იქნება. არსებობს კიდევ აი გასაგებია კალაძე, ფარცხალაძე, ჯანყარაშვილი ეს რაღაც გვარები, მაგრამ არსებობს კიდე რაცა უმრავლესობის უმცირესობა პროდასავლურად წოდებული ფრთის სახით. მათი გავლენა რამხელაა თუ შეიძლება რა გავლენა აქვთ მათ ზოგადად თუ აქვთ რაიმე გავლენა და მათი ადგილი სადაა? სამწუხაროდ შეიძლება ვთქვათ რომ მათი გავლენა არის ნულოვანი დღეს არანაირი გავლენა არ აქვთ მათ პარლამენტი ზოგადად აი მთელი მართვის სქემაში პარლამენტი არის ჩემი გაგებით ბოლოს წინა ადგილზე ბოლოზე არის რა თქმა უნდა პრეზიდენტის ინსტიტუტი რომელიც არავის არ აინტერესებს უბრალოდ ხოლო ჩემ მიერ ზემოჩამოთვლილი ადამიანებიდან თითოეულ შეუძლია თქოს უაპელაციო გავლენის მოხდენა პარლამენტზე და მის გადაწყვეტილებებზე ჩვენ ცოტა ხნის წინ მქონდა 2 დღე საპარლამენტო მუშაობის როდესაც პრაქტიკულად ფარცხალაძემ 2 დღის განმავლობაში პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგი დაწერა პირდაპირ. რას გულისხმობ, რომ დღეს გულისხმობ? გულისხმობ, როდესაც იყო თათუხაშვილზე საუბარი, ანუ პირველი დღის ბოლოს მან განუსაზღვრა ეკაბერსელიას, რომ ის უნდა გამოსულიყო და რაღაცები და ჩამოეყალიბებინა და აიანონსებინა, ხოლო მეორე დღეს ზუსტად დააწესა, რომ კომიტეტი უნდა ჩატარებულიყო, ოღონდ მხოლოდ 1 საათიანი, რომამდე ისე რომ მისი პოზიციის გარდა და მისი პროკურატურის პოზიციის. რა ვიცით, რომ ფარცხალაძემ გააკეთა? იმიტომ ვიცით რომ მოიწერე ესე ვთქვა, ჯერჯერობით არავინ მაინდა-მაინც არ უარყოფს ფარცხალაძეს ესეთ გავლენას, ეს ძალიან ფართოდ გავრცელებულია, რომ ის დადის ფინანსურ პოლიციაში, იქ აქვს შეკრებები, სხვა ოფისებში აქვს შეკრებები, სადაც მოდიან პროკურორებიც, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები. წინასწარ დაიზღვია თავი რომ აი და არ გადაუღუნან რაღაც ესეთი შემთხვევისთვის პროკურორის მოადგილემ რაგვარი აი მაშინ რომელიც შოთაზე რომ კი მეგობრებს ძალიან ახლოს და ეხლა სახელმწიფო დაცვით რა დადის ეს დამიდასტურეს აეროპორტში მაგალითად იმიტომ რომ იქ აეროპორტში სადაც ყველა შორის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მისი ძმა არის და მისი ძმა არის აეროპორტში და არ შემიძლია უბრალოდ რო არ თქვა რომ ჩემი ძმას არ აკმარეს თქვა 10 საათიანი დაკითხვა უაზრო და ანეკდოტების მოყოლა ფინანსურ პოლიციაში შემდეგ საზღვარზე დააკავეს კიდე და არ უშვებდნენ სანამ მე ჟურნალისტს არ დაურეკე. კი ეს მიღებული პრაქტიკა აყოვნებენ გიგიულავაც დაუყოვნებიათ ესე 20 წუთი 9 საათი საზღვარზე. არა აქ უფრო ეს იყო იმიტომ რომ უცბად ღამის 4 საათზე გაახსენდა ასევე გამომძიებელს და იქ სამ გაჩერებული იყო და დაურეკა და უთხრა რომ ვი დამავიწყდა. კი ბატონო რა გეზაბარებული ხარ ამაზე. რატო გეკითხებით პროდასავლურ ფრთაზე უცნაური რამე მოხდა? არა ხო და აგრო დავამთავროთ. გარდა ამისა იყო მეორე ძალიან
ნათელი ლაკმუსის ავალდი ეს იყო უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია სადაც ორდღიანი ასე ვთქვათ ბჭობის შემდეგ პრაქტიკულად სწორედ აი ამ პროდასავლური ბანკის წარმომადგენლებმა რომლებიც მოლაპარაკებებს შეთანხმებას აწარმოებდნენ ჩვენ წარმომადგენლებთან ერთად აღიარეს რომ ის მხარე, ანუ პირობითად რო ვთქვათ, ვოლსკის მხარე მძლავრობს და ისინი ვერ ახერხებენ. თუმცა ზუსტად თქვენ ადგილას ცოტა ხნის წინ აქ იყო დათავსუფაშვილი, რომელმაც უარყო ეს და თქვა, რომ პირიქით ის თვითონ ემხრობოდა და იმიტომ რომ მიიჩნევს, რომ აი ეს უფრო ძლიერი ფორმულირება იყო, ვიდრე მე ძალიან მწუხარ რომ ამის თქმა მიწეროს, იმიტომ რომ მეორენაირად რო იყოს, აი ეს არ იქნებოდა დღესასწაული, მაგრამ უკეთესი იქნებოდა. ამ პრაქტიკულად შემიძლია თქვა რომ აი იგივე ხსენებული შოთაძეს ვიზიტის დროს ბატონი დათო არ იყო პარლამენტში და მისი ადგილი ფაქტობრივად დროებით პარწყალაძემ დაიკავა და ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ რომ მაინც იქ ხელმძღვანელობს უფრო ვოლსკი ვიდრე დათო უსუფაშვილი და ეს ყველაფერი ხდება გეტყვით რატომ გეუბნებით ამას იმიტომ რომ უცნაური რაღაც მოხდა მე ვიცი ეს არ არის ჭორი ეს ვიცი მე პირველ წყაროებიდან თან ერთი პირველ წყარო არ ამყავს მხოლოდ 2 დღის წინ თუ 3 დღის ორი რაღაცას ნუ მეც როცა ვთქვათ ლაპარაკობ ორი წყარო 2 დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეატრულკიანმა დღეს პრესაშიც გაჟონა ამან მეორე დღის წინ გავიგე დაიბარა ჟურნალისტები და არა მხოლოდ ვთქვათ მთავრობისადმი სიმპათიებით განწყობილი ჟურნალისტები არამედ სხვებიც ჩვენ ტაბულა მათ შორის არ ყოფილა მაგრამ ვიცი ვინც იყვნენ და მათ ესაუბრა რეალურად ესაუბრა თქვათ დახურულ კარს მიღმა ეს ფაქტია რომ მან თხოვა რომ ეს გარეთ არ გასულიყო მაგრამ ხა 7 ქალს რო ეპატიჟები და რაღაც უყვები ფაქტია რომ ეს იმისთვის არის რომ გარეთ გავითეს ხო სხვა ახსნა არ მოეძებნება ამას და ფაქტობრივად ის გაემიჯნა მთავრობის ქმედებებს იქნება აი ყველაზე ნიშანდობლივი იყო კვერცხების სროლის ფაქტი როგორც თვითმხილველები ამბობენ მან თქვა რომ გამოდის რომ პოლიციის ერთი განყოფილება მეორეს უშენს კვერცხებს იმიტომ რომ შუაში კვერცხის სროლიებსა და თქვათ აი თქვენ შორის დგას ხოლმე პატრული რომელიც მეც ვნახე თქვათ იგივე გიგის დაკითხვის დროს და მან ასევე თქვა რომ ფარცხალაძის ისტორიაზე საუბრისას თურმე მას საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მე მახსოვს რომ ის მართლაც არ იყო თბილისში როდესაც ფარცხალაძის სკანდალი გახურდა თუ შეიძლება ესე ვთქვათ და მან დაურეკა ფარცხალაძეს იმან უთხრა რომ არ მცალია მე ვარ ბერას რაღაც წვეულებაზე და ამით აგრძნობინა რომ მოკლედ შენ არავინ არაფერს არ გეკითხება თითქოს აი ესეთი ეს და როგორ ფიქრობთ ანუ რაში სჭირდა აი რისთვის ემზადება თეატრულკიანი როდესაც ამას აკეთებს რაში სჭირდებოდა მას მაგალითად აი ხა ჟურნალისტების დაბარება და რაღაცნაირი ხაზის გავლება მასა და ხელისუფლებას შორის ისიც თქვა რომ გამორიცხული არ არის რომ მთავრობის წასვლის ანუ არჩევნების შემდეგ თქვათ რამდენიმე მინისტრი გადადგეს მიუხედავად იმისა რომ თქვათ კარუსელი თვითონ აქვს დაგეგმილი სექტემბერში მაგრამ შეიძლება ამ კარუსელს რამდენიმე მინისტრმა დაასწროს ხო ნუ ალბათ ის ემზადება გარდაუვალისთვის მე ესე მიმაჩნია და ისო გამომდინარე იქიდან მე წერან თქვი რომ ძალიან მტაცებლური ინსტინქტები ბატონობს ოცნებაში და განსაკუთრებით საკუთრივ ოცნება პარტიაში ისინი ერთმანეთსაც კი არ ინდობენ და აქედან გამომდინარე ნაკლებ სავარაუდოა რომ დაინდონ ასე ვთქვათ ეს კოალიციის სხვა წევრები და მეცაც ვიტყვი მე ვფიქრობ რომ ისინი ბუნებრივად თვლიან რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ეს ხალხი არაფერში აღარ ჭირდებათ უკვე რეალურად და ისინი ალბათ უფრო ეცდებიან საკუთარ წრეში გადაანაწილონ ყველაფერი და აქ ალბათ მივდივართ აი როდესაც თქვით მართლა წულუკიანმაც პარლამენტში ვიზიტის დროს ყველაფერზე მოიხსნა პასუხისმგებლობა პრაქტიკულად ყველაფერზე თქვა კონკრეტულად რომ მე ამაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ ასე იქნება. კვერცხებზეც იმ საღამოს ეთერში იყო რომელიღაც რუსთავის ეთერში და წავიკითხე მე არ მიყურებია მისთვის თქვა რომ აი ეს კვერცხები რასაც ისვრიან ჩვენ მომავალს ხდება. ასე იქცევიან პრაქტიკულად თავრობის სხვა წარმომადგენლებიც ეს ბუნებრივია მე ვფიქრობ იმიტომ რომ მათ არ უნდათ აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე რაშიც საერთოდ არ მონაწილეობენ პრაქტიკულად იმიტომ რომ გადაწყვეტილებების მიღებას მათ არავინ არც ეკითხება უბრალოდ და აქ მინდა მე სწორედ თავსვა კითხვა და ეს კითხვა ალბათ ეკუთვნის არა იმდენად ჩვენ მომხრეებს, არამედ თუ გნებოთ ჩვენ მოწინააღმდეგეებსაც, ხო?
ჩვენ ასე თუ ისე აკმაყოფილებთ ეს მას თუ არა, ასე ვთქვათ, პასუხს გვაგებინებენ ზოგიერთ ჩვენთაგანი ციხეში ზის. ზოგიერთი დაყავთ ვთქვათ, დაკითხვებზე და ასე შემდეგ დააწვალებენ. აი მე რომ ვკითხოს, როდესაც თუ მოხდა რაღაც კატასტროფა, მიიყვანა ამ გუნდმა, რომელიმე მიმართულებით კატასტროფამდე ეს ქვეყანა რის ზღვარზე ცუდადია. ხო, ნუ ეს იქნება ვთქვათ, გარეშე მტერთან მიმართებაში თუ საბანკო სისტემა ჩამოიშალა, ან საბოლოო ეკონომიკური კოლაფსი დადგა რა. პასუხის მოკითხავს ვისთვის აპირებენ. იმიტომ რომ დავიწყოთ თავიდან, ხო? ივანიშვილი მან მოქალაქე რო ქვია მის ორგანიზაციას, ალბათ ჯობია ორმაგი მოქალაქე ერქოს. იმიტომ რომ ის არის ორმაგი მოქალაქე, მან ფარსი გაითამაშა, ვითომ მიმართა საფრანგეთს, რომ დაეწყოთ განხილვა მისი მოქალაქეების ჩამორთმევის და სინამდვილეში იქვე მიაყოლა არაოფიციალური არხებით. ფაქტია რომ ის არის დღესაც საფრანგეთის მოქალაქე. ის არის და არც აპირებს ამ მოქალაქეობის დათმობას და რას აკეთებს ის დღეს, ის იცილებს მთელ თავის ქონებას. ნუ თქვი მე სოფლის მეურნეობის პროექტებზე ვთქვათ, ეს ფემირამიდას ბაღები, რომელიც თლიანად ფიქციაა თავიდან ბოლომდე და არავინ არ აპირებს ამის აშენებას, აქაც არის რომ მან მოიცილა საკუთარი მიწები, საკუთარი პროექტები, ის იცილებს უკვე დადასტურებულად ბანკსაც, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იქმნის სიტუაციას, ისეც რომ აქ არაფერი არ აკავებდეს იმ დონეზე რომ გულში ხინჯიც არ ჩარჩეს რომ აი რაღაც ხონდა და გაუყიდედი და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ჩანს ამის შესახებ მე მართალი გითხრათ ეთერში არ მომისმენია თქვენი განცხადებები ბიძინა ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ მოვისმინე ღარიბაშვილის განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად არ მიდის. თავისთავად უცნაური იყო ხე ხელისუფლებაში ჩამოშორებული ადამიანის ნაცვლად რატო საუბრობს პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ აი რო წავიდეს ბიძინა ივანიშვილი რა? ხო, მე რას ვფიქრობ, ან მაგეთ მივიდივარ, რომ ის მე არ მგონია რომ ის ეხა გეგმავს რაღაც კონკრეტულ თარიღს წასასვლელად, უბრალოდ იქნის სიტუაციას, ის ეხა ზრუნავს მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მას აქვს საკმარისი, ასე ვთქვათ, აქტივები პროგრესირებადი, რომლებიც აკმაყოფილებს და არ ჭირდება რაღაც ზედმეტი აქაური აქტივი, ის იქნის სიტუაციას, რომ თუ ოდნავ მაინც იგრძნობს საფრთხეს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, პირდაპირ ყოველგვარი სხვა საქმეების გარეშე დაждდეს თვითმფრინავზე და შეიძლება იყოს ეს საფრთხე. შეიძლება ბევრი რამე იყოს, შეიძლება იყოს გარე საფრთხე, ანუ რუსებისგან საფრთხე და ვთქვათ ის, რომ ის მათ კოჭს უგორებს, არ არის მაგ ინსტინქტის დონეზე მაინც იგრძნობს ივანიშვილი, რომ ეს დაცვა არავისთვის არ ყოფილა, ვთქვათ, იანუკოვიჩისთვისაც კი არ იყო ეს დაცვა, იმიტომ რომ ეხლა რა დღეში იანუკოვიჩია, იმ დღეში ბიძინა ივანიშვილის ცხოვრება არ უნდა და ურჩევნია საფრანგეთში. რა თქმა უნდა, ამიტომ ეს მიმართულება შეიძლება იყოს, შეიძლება რაღაც სახალხო მღელვარება იყოს, ან სხვა რაღაცა იყოს, იგივე ეკონომიკური კოლაფსი იყოს და პასუხისმგებლობა მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პროცესი არის მისი მოხარშული, ასე რომ ვთქვათ, მის პასუხისმგებლობა იქნება 0. ეხლა ისევე რომ ჩამოვყვეთ, ხო? საწავო თამაზაშვილი, მან მოიარა ნახევარი მსოფლიო, რაც გვამცნობს სხვა სურათები, უკვე და სადმე ალბათ ბარსელონას მაგვარ ადგილას სახლი ექნება, ამიტომ ისიც თავისუფლად გაემგზავრება იქ და ღარიბაშვილსაც გაიყოლებს ბოლოს და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი ერთგვარი განტევების ვაცი იქნება აუცილებლად მაინც. ვთქვათ, ჯანყარაშვილიც, ანუ ეს სანათესაოს თავის ადგილს იპოვებს. ფარწყალაძეს რაც შეეხება ის, ეხლახაც კიდე იყო გერმანიაში, რამდენიც მე ვიცი, ის აგვარებს მისი თავისუფლად გადაადგილების პრობლემას ევროპაში, სწორედ იმისათვის, რომ თუ საჭირო იქნება, ადვილად გადაინაცვლოს ევროპაში. უჩა მამაცაშვილი სრულიად ბუნებრივად დაბრუნდება მოსკოვში, სადაც როგორც მე ვიცი, ეხაც ურჩევნია, ყოფნა უბრალოდ არ უშვებენ. ვთქვათ, ბერა ბუნებრივია, მამის გაყვება და რეალურად კიდევ ერთხელ თუ ამ ხალხმა მოახდინა კატასტროფა ქვეყანაში, პასუხი ვის უნდა მოთხოვონ? ჭიკაიძეს და სინდიცი არ შეაწუხებს, ვთქვათ, ან ბადაშვილს, რომელიც დღემდე თვალით არავის არ უნახავს და შოთაძეს. ხო, დიდი იმედი ვიქონია. ეს არის მთელი ფოკუსი და მე რა მინდა თქვა, მე ყოველთვის ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ჟესტურის პირდაპირ არ არის. მესათითე თქვა, ნაპიორსტეჩნიკ როგორც იყო. მან თავიდანვე ქართულ საზოგადოებას დაუდო 3 სათითე, აურია, ეხლა ვერავინ ვერ იპოვის, რომელშია პასუხისმგებლობა, რომელშია ფული და რომელშია ამ ქვეყნის მომავალი.
ეს ჩვეულებრივი იმ დროის რუსი ოლიგარქების ფოკუსია, რომელიც მან განახორციელა. კი, მან თქვა, რომ ეს ფორსთან ინტერვიუში აღიარა კიდეც, რომ ფოკუსებს აკეთებდა. მათ არათუ თვითონ არ შეხვდებათ არანაირი ფული ამ კაცისგან. არამედ მეცაც გეტყვით, ის ფული, რომელსაც ისინი იხდიან ბიუჯეტში, გადანაწილდება მხოლოდ მის სანათესაოს ჯიბეებში. და მორიჩა და მე ეს ხალხი პუფ და გაქრება. პუფ და გაქრება ამ სიტყვებით დავასრულოთ თეორემას პირველი ნაწილი. დიდი მადლობა ბატონ გივი, რომ ჩემი სტუმარი იყავით. წარმატებებს გისურვებთ პოლიტიკურ საქმიანობაში. იმედი ვიქონიოთ, რომ კატასტროფით არ დამთავრდება ქართული ოცნების მოღვაწეობა და ისინი მოახერხებენ არჩევნებამდე მიიყვანონ ქვეყანა და არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება, ისევე როგორც ეს თქვენ შეძელით. დიდი მადლობა რომ გიყურეთ. ჩვენ ცოტა ხანში დაუბრუნდებით და ვისაუბრებთ იმ იდეოლოგიაზე, რაც ქართულ ოცნებას აერთიანებს თუ არსებობს ასეთი სხვა შემადგენლობით ცხადი.